მე დავიწყებ იმითი, რომ ის რაც დღეს ხდება, ეს არის ის, რაც დაგეგმილი იყო უკვე პრაქტიკულად 2 წელი არის, როცა ჩვენ ვზეიმობდით თავისუფლების მოედანზე, როცა მე არ ამიშვეს სცენაზე და ვითომც და ზეიმობდნენ მთავრობის წარმომადგენლები, მაშინვე დაიწყო და დაწყებული იყო უკვე ის უხუსლა, რომელიც დღეს აღნიშნა ევროკავშირი. ეს უხუსლა არ არის, ეს არის შეგნებული, განზრახ, თანმიმდევრული ამ გზის ფეხქვეშ გათემა. ამ გზის, რომელიც გაიხსნა, მე ვიტყოდი უცებ გაიხსნა, უფრო ჩქარა ვიდრე რაც იყო დაგეგმილი. უკრაინის მოვლენები არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აჩქარდა ეს ევროპის გზა ჩვენთვისაც და მოლდოვასთვის და უკრაინისთვის. გზა, რომელზედაც ერთად მივდიოდით და რაღაც პერიოდში ჩვენ ვიყავით წინ, მაგრამ ეს უკვე წარსულს ჩაბარდა და ამ გზის გახლეჩვა დაიწყო თანმიმდევრულად ქართულმა ოცნებამ. დღეს 2 წლის თავზე შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ოცნებამ მიაღწია იმას, რომ ჩვენ გაგვიყინეს, ფაქტობრივად გაგვიყინეს ჩვენი კანდიდატის სტატუსი. გაუყიდეს ქართულ ოცნებას, უფრო სწორედ რო ვთქვა, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის პასუხისმგებელი იმ ყველაფერზე, რაც მოხდა, იმ რაღაცა სრულიად მიუღებელ რეტორიკაზე, იმ ყველა რეფორმის შეჩერებაზე ჯერ და მერე უკუსლაზე, ყველაფერი ის, რაც დღეს წერია ანგარიში, არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების პასუხისმგებლობა, არანაირი პასუხისმგებლობა არ არის ევროკავშირის მხარეს, რომელმაც ყველაფერი სცადა და მე ვიტყოდი, რომ მოთფინება შეიძლება ცოტა ნამეტანი გამოიჩინა, ცოტა უფრო მკაცრად შეიძლება უნდა მოეთხოვა ამ რეჟიმისგან იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც არ შესრულდა. ეს იყო განზრახ გადაწყვეტილი მოსკოვის მითითებით შეჩერება ჩვენი ევროპისკენ სვის. და ეს არის ის, რაც მიუღებელი არის ქართული ხალხისთვის, ის, ვინც დღეს გადაკეტავს რუსთაველს და ხვალ და ზეგ და ეს არ შეჩერდება. ეს არის ის ხალხი, რომელიც აპროტესტებს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გზის გადაკეთებას. იმ გზის გადაკეთებას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის საუკუნეებიდან, ეკუთვნის ჩვენ შვილებს და შვილთა შვილებს და არავის არ აქვს უფლება, რომ ეს გზა გადაგვიკეთოს. და დღეს, როცა ევროკავშირი ამბობს, რომ ჩვენი კარები ღია რჩება და ოღონდ მოინდომეთ და დაუბრუნდებით ამ გზას, რეალურად კი არ ესაუბრებიან ოცნებას და რეჟიმს. ჩვენ გვესაუბრებიან აქ მდგომ ხალხს და ვინც აქ არ დგას, მაგრამ გულში დღეს ვინც ტირის იმის გამო თუ რაც მოხდა, რომელიც არის ძალიან შეურაცხყოფელი საქართველოსთვის, მე ვთვლი. და ეს გზა ცნილი არის, ღია არის, კარები ღია არის, ჩვენზე არის დამოკიდებული, ჩვენ დაუბრუნდებით ამ გზას ხალხზე, საზოგადოებაზე და ეს საზოგადოება ძალიან ძლიერია. გაუკვირდა ქართულ ოცნებას, თუ რამდენად ძლიერია ეს საზოგადოება, რამდენად შეუძლია სოლიდარობა, რამდენად შეუძლია მხნეობა და რამდენად გააგრძელებს ამ ბრძოლას, სანამ ჩვენ ყველანი არ დაუბრუნდებით ჩვენ მომავალს. ხალხატონი საუბარი, რა გზა რჩება საქართველოს? გასაგებია, რომ კარი რჩება ღია, მაგრამ ქართული ოცნების პირობებში უწერია თუ არა საქართველოს გაწევრიანება, ეს გზა როგორ წარმოვიდგენთ? ამ საზოგადოებისთვის, რომელსაც გვაჩვენა თავისი ძალა, თავისი ურყევი ძალა და სოლიდარობა, ყველაფერი შესაძლებელია და რასაც გვეუბნებიან, ჩვენ გვეუბნებიან, რომ კარები თქვენთვის არის ღია. ჩვენი გამოსაყენებელი არის, ჩვენი შეუგუებლობით და ჩვენი გადაწყვეტილებით, რაც ჩანს ყოველდღიურად და მე მგონი მე მაქვს ჯერა ამ საზოგადოების, ამ ხალხის და ჩვენი მომავლის.